გაბრიელა გულავა 7 წლის. სწავლობ მეათე საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ცეკვა და ფეხბურთი. უფრო მოყვარს ფეხბურთის თამაში. ჩემი ფეხბურთზე რა დავდივარ, ვაპირებ შეოსლას. ახლა სულ თამაშობ მეგობრებთან ერთად. მე ვარ ძალიან კარგი მეკარე. ასე ვიდეო მგონია რომ ძებურთავს ხსნი. და უფრო მივარტივდება ჯარიმების ჩაღება. მე მაგარი რეაქცია შემიძლია მაგრა გადახტომა. კი ვარ მეკარე, მაგრამ ძალიან მიყვარს გოლების გატანა. ჩემს კარიერაში მაგ გატანილი 21 კარგი გოლი. ერთი გოლი გამომიდა ყველაზე ლამაზი. ჯარიმის ხაზი დამოუცესპასია ძალიან მაგრა დავარტყილა გავიტანა გოლი. ესე მაგრა დავარტყი მეკარე დაიმნა და არც გადახვტანა. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია მიქაუტაძე. საყვარელი გუნდია საქართველოს ნაკრები. მე მინდა ნაკრებში ვითამაშო 17 ნომრით. სახში მაქვს ორი ფორმა, მამარდას და კვარას. მე მინდა მქონდეს ასეთი ფორმა, შორტი იყოს შავი და მაიკა იყოს წითელი. უგა უნდა მეწოს ლაგულავა და 17 ნომრი. მაგ სამი ბურთი და კარგი ფეხბურთელი რომ გავხდე, მჭირდება 5. სახში ვცხოვრობ მე, ჩემი და, ჩემი ძმა, დედიკო და მამიკო. კიდევ მინდა მყავდეს ერთი ძმა და 2 და. ჩემი და არის 11 წლის და ქვია მარიამი. მარიამი არის საყვარელი, ტკბილი და ცალკი. ჩემი ძმა არის 12 წლის და ქვია სანდრო. ის არის 7 ცალკი და მხიარული. ჩემი აზრით სანდრო გაიზრდება გამოვა ხელოვნების მასწავლებელი. მარიამი კი მომღერალი. მამიკო არის სიმპათიური, ტკბილი და მოსიყვარული. დედიკო არის ლამაზი, პრაჭია და კარგი დიასახლისი. აკეთებს გემრიელ საჭმელებს. ჩემი საყვარელი საჭმელია დედიკოს გაკეთებული ბორში. რო გავიზრდები, მინდა გამოვიდე ფეხბურთის ჭურთლელი. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი ბულგარეთში. ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა, რადგან ყავს მხიარული და საყვარელი მასწავლებლები. ჩემს სკოლაში ყველაზე მხიარულია გოგა რიჟვაძე. ყველაზე ცალკია გიორგი დევაძე. ყველაზე ჭკვიანი ანა გობაძე. ყველაზე შვიდია ალექსანდრე ქუციკიძე. მე ყველაზე სიმპათიური და მეგობრული. შეყვარებული იმიტომ რომ ყოველთვის მაგისტრის დრო არ მაქვს. ჩემი მთელი დრო მიაქვს სკოლას და ცეკვას. ცოლს მოუყვარ როცა ვიქნები 25 წლის. შვილებს დავარქმევ ალექსანდრეს და ჩემს ძმას დავარქმევ ანას. ჩემი საყვარელი საგანია ინგლისური. ინგლისურის გარდა მინდა ვიცოდე კიდევ ფრანგული. საყვარელი მასწავლებელია ქეთი ფუტკარაძე. ძალიან საყვარელია, თბილი, გვეხუტება ბავშვებს და კარგად გვიხსნის დავალებას. ბავშვობაში მინდა და გამოსულიყავი ხალხი. მე ვარ ძრიალი ბიჭი და ზოგჯერ ვჩხუბობ. ამ ბოლო დროს ვიჩხუბე ჩემი დის გამო. ერთი ბიჭი იყო ცალკი და ჩვენ ბურთს იღებდა, გაიკიდა ჩემი და წაიქცა და ხელი დაეცა უშმა. და იღრძო ხელი. მაგრამ ის ვერ გრძნობდა, რადგანაც არ იცოდა ხელი ნაღწევი ქონდა თუ მოტყე ხელი. მე იმის დაუწყე ჩხუბი, იმიტომ მისი ბრალი იყო. ჩემი შეეშინდა, გაიქცა და ათკე მოუხდია ბოდიში. მე ასევე მიყვარს ცეკვა და 4 წელი ცეკვა სამართვეში. ცეკვაში მყავს 2 მასწავლებელი, დათო სირაბიძე და დარო სირაბიძე. მე უფრო ძმაკაცობ დათო მასწავლებელთან. ჩემი საყვარელი ცეკვაა მთეულური და ჭურს ცეკვავს სოლოს. ჩემი საყვარელი ერთია ეს. სულ კარგად ცეკვავდი და მასწავლებელმა ამარჩია პატარების პარტიის შოლოში. სოლოს სამჯერ ვიცეკვე კონცერტზე. ერთ კონცერტზე ყავდა ერთი გოგო გვერდით, დანარჩენ 2-ზე 2. მე ძალიან მეხდება ჩოხა. ახლა მაგ ყავიფერი და მინდა მქონდეს შავიცი. ჩემს ქორწილში ჩავიცევ ჩოხას და აუცილებლად ვიცეკვე. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია ხუჩას ისტორია. ჩემი საუკეთესო თვისება მგონია მაღლა ახტომა. შემიძლია ფრაზიანიც იყო კეთილი, მოსიყვარულე, მხიარული. მე ვარ იდეალური და არც ერთი თვისება არ მაქვს გამოსასწორებელი. ზღაპრის გმირები და მე ვგავარ კომლეს. ასე იმიტომ მგონია რომ კომლე ჩემნაირია. კომლე იმიტომ მგონია ჩემნაირი, რომ არის ჩემნაირი. ჯადოსნოი ჯოხი რომ მქონდეს საწყალ ადამიანებს გაუჩენდეს სიხარულს. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. რომელია ჩემი საყვარელი თამაში? ჩემი საყვარელი თამაშია დახუჭობანა. ჩემი ნება რომ იყო საუზალოდ ბრესმლიაოს თამაში. იმიტომ რომ არის რაღაც ისეთი ბრესმლიაო ან ვის უნდა თქვა. რაღაცნაირი გოგოს თამაშია და არ ხვდებათ ბიჭებს. შემდეგ მონაწილეს უტოვებ ასეთ შეკითხვას, როგორ ახალ ქვეყანას შექმნიდა. მე მაგალითად შევქმნიდი მხიარული ადამიანები რომ ყოფილიყოს, ძალიან ბევრი ბავშვები, ძალიან ბევრი ადამიანი და კეთილი ადამიანები. ამ ქვეყანას დავარქმევდი ტკბილ ქვეყანას. ბედნიერება არის ფეხბურთის თამაში და ოჯახთან ერთად მოგზაურობა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.